პირველად ქრონიკაში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფოტომასალა. დღეს ჩვენ გიჩვენებთ თუ როგორ მოკლეს ზურაბ ტარყაშვილი. იმედი ჟურნალისტებმა ფოტოების საქმის მასალებიდან მოიპოვეს. ამ საქმის განხილვა ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს. ირაკლი აგლაძე ისევ მიმალვაშია, მას დაუსრებლად ასამართლებენ. ლაშა მიქაძე გიამბობთ გახმაურებული საქმის დეტალებზე. 2011 წლის 17 ოქტომბერს სათვალთვალო კამერით გადაღებული ეს კადრები ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად იქცა. ფოტომასალაში კარგად ჩანს, როგორ მისდევენ ლაღიძის ქუჩაზე აგლაძე, გოგბერაშვილი და შეიარაღებული რუსიშვილი უიარაღო ზურაბ ტარყაშვილს. მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დაფიქსირებულია დავით ჯოხაძეც, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გარბის. ტერიტორიას მალევე ტოვებს ირაკლი აგლაძე. ამ დრომდე მიმალვაში მყოფ ირაკლი აგლაძეს, რომელსაც ტარყაშვილის მკვლელობამდე ყაჩაღობისთვის 12 წელი ჰქონდა მისჯილი, დაუსწრებლად ასამართლებენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ირაკლი აგლაძე დავით ჯოხაძის ავტომანქანით ჯერ კიდევ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ორთაჭალის ციხესთან ზურაბ ტარყაშვილის გამოსვლას ელოდებოდა. მას შემდეგ კი რაც აგლაძე მიხვდა, რომ ტარყაშვილის დედამისს შეამჩნია, ჯოხაძის მანქანით წავიდა და რამდენიმე წუთში ციხესთან სხვა ავტომობილით მივიდა. ტარყაშვილის საქმეში არსებული ფოტომასალა ინტერნეტში ITV-მ გაავრცელა. გამოძიებამ ყველა გარემოების შესწავლის შედეგად 23 წლის ახალგაზრდის სასტიკი მკვლელობის მოტივად შურისძიება დაასახელა. რამდენიმე წლის წინ ზურაბ ტარყაშვილი გრიბოედოვის ქუჩაზე სანდრო გოგბერაშვილს შეხვდა, რომელსაც თავზე ხელი გადაუსვა. ამის გამო გოგბერაშვილმა ტარყაშვილი საქმის გასარჩევად დაიბარა. შელაპარაკება მსხვერპლით დასრულდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სანდრო გოგბერაშვილი მისივე მეგობრის თორნიკე კაჭარავას ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. ტარყაშვილს კი ხულიგნობის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ციხიდან გამოსული 23 წლის ტარყაშვილი 12 დღეში მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულს ორგანიზება ივერი გოგბერაშვილმა გაუკეთა, რომელიც სამართალდამცავებმა კიევში დააკავეს. პირველი სროლა მე გამახორციელე და გამოვეკიდეთ. ტარყაშვილის მკვლელობისთვის სასჯელს უკვე იხდის დავით რუსიშვილი, რომელმაც გამოძიების პირველ ეტაპზე დანაშაული აღიარა და დეტალურად მოყვა, თუ როგორ დაიგეგმა მკვლელობა. შემდეგ კი ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ უდანაშაულოა. რუსიშვილის საქმე ნაფიც მსაჯულებმა განიხილეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. სასამართლომ რუსიშვილს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტარყაშვილის ოჯახი ბრალის წაყენებას დავით ჯოხაძისთვისაც ითხოვს, რომელიც მიმალვაში იმყოფება. ირაკლი აგლაძეს კი განაჩენს რამდენიმე დღეში გამოუტანენ.